თავიდან ხო არ დავწერო მისალმე. იჯობს. მოდი 6 გავამწერე ისე შეემატება ჩემს არხს. ნუ კითხულობ იმასავით რა ქვია იმან დედამ დავაბარა ზეთი შაქანი. აუ აქ მიწერია მავიწყდება აბა. ანუ ამის დავახსოვეს რა უნდა. ესე მიგაკრავ შუბზე და აქედან წავიდე. ძალიან მაგარი კალიგრაფია რო გაქვს. რა აღნიშნოთ თუ შეიძლება. მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დღეს ჩვენ დღევანდელ ვიდეოში ჩვენს ვიდეოში გადავიღებთ შემდეგი შინაარსის ვიდეო იქნება მოკლედ რა. სხვადასხვა სოციალური პლატფორმებიდან აღებული გამოწვევები, ჩელენჯები და შეჯიბრი ერთმანეთთან. იქნება TikTok ტრენდები YouTube-ზე. არ ვიცი წაგებული რა სიზამს და იზამს თუ არა საერთოდ რამეს, იმიტომ რომ ანას ფიზიკური აქტივობები არ შეიძლება, ჭამა არ შეიძლება, დალევა არ შეიძლება და ვერაფერს ვერ აკეთებს რა და მაგიტომ ისეთი აქტივობებია ამ ჩელენჯებში შერჩეული, რომელიც მხოლოდ სიტყვიერად გამოიხატება. ეს კამი რო ჭრაჭუნებს, ხო შეიძლება იმ სკამზე დამეთვა რა. ისიც ჭრაჭუნებს. შენ დაიკელიან აღარ ჭრაჭუნებს. ეხლა ჩვენ დავიწყებთ, შეიძლება ეს გამოწვევები და თამაშები შეგხვედრიათ უკვე და სხვადასხვა ვიდეოშიც ყოფილა, მაგრამ რა მოხდა მერე ჩვენს ვიდეოშიც იყოს. მედია გაერთობით ისიამოვნებთ და დალაიქებთ ამ ვიდეოს. იმ ვიდეოსნაირად არ ვიძახდენ. აი ეს ვიდეო დალაიქეთ. და ის ვიდეოც დალაიქეთ წინა. ეხავე დალაიქეთ, რომ მე ეგრე ვიცი, რომ თავიდან მჯობია დალაიქო, მე ბოლოში აღარ ალაიქებენ, ეგრევე ისიშავენ, რა ეს არის. და თავიდან. ამიტომ თავიდანვე დალაიქეთ და მე გამოიწერეთ თავიდან. რომ უფრო და უფრო მეტი მუღამი გქონდეს ამ ვიდეოების გადაღების. დავიწყეთ. პირველი იქნება ჩამოთვალე. 4 რაღაცას ჩამოთვლი. ორს მე ავირჩევ, ორს ანა აირჩევს და ანა ვერ ხდება რა უნდა აირჩიოს. მაგრამ პირველი ხა მიავირჩევ და მე იმედია მიხდება და აღარ დაერორებს ანას. რო გვექნება 30 წამი ამ ყველაფრის ჩამოსათვალად და იქნება სულ 4 რაუნდი. გამარჯვება 4 რაუნდის საშუალებით. თუ არა და მეხუთე რაუნდიც ჩატარდება, რა თქმა უნდა. ჩამოთვალე. რაოდენობა საგისახლა. კაი, ხსო გავეცარი. ჩამოთვალე. One eternity later. ჩამოთვალე ქართული სიმღერების სახელები. ხედავ შეიძლება. კაი, მაშინ შევწვი სიმღერებს. 30 წამში ჩამოთვალე ტექნიკა. დავიეთ. ვა, ეს ისე ჩამოთვალე. ჩამოთვალე. ტელეფონი, კომპიუტერი, ლეპტოპი, მაცივარი, საერცხო მანქანა. თურქი საერცხო მანქანა. უთო, ტოსტერი, მე ჩამოთვალე. ჩამოგიწვლია. მე მგონი დაიბლეოდი და მაგითაც თაკმობდი. ხარ მეც ჩავუშვი. კაი, ერთის ნომერი, ესე იგი. რახან ჩამოთვალე? ხო, მე ვიკითხე, ხო. მე ჩამოთვალე მითოლოგიური არსებები და გმირები. იცის რომ არ ვარ ჩახედული მითოლოგიაში. ხუთ ჩამოთვლი. ოთხ ჩამოთვლი მე. მე 5. მე 8 ისე. რა, 9. მიდი. ვიდოდი ამას რო გააკეთე. ერთი წამი. ეხლა აი, მიდი. ზევსი, რა, აფროდიტე, ჰერა, იმის ხმიც რა ქვია. ამირანი, მითოლოგია. 7. პოსეიდონი ხო? პოსეიდონი. აი, აჰა, 7. და მაინც წავდი ერთი დამყარ. აი, რო გავიჭიმე, აი, მაინც წავაგე. 2-ით 0-ს ვანადგურე. 30 წამში ჩამოთვალე ვინის დასახელება. მიჯად. რამდენის თუ მითხრა? ხო. თვითონ მასწავლე წესებს და ეხლა მე ვუსწორე. 6. 7. 8. ჩამოთვალე. ანუ ხო შეიძლება რომ 10 ახვიდე. სოლიკაური ადესა, ჭყვიში, ის რა ქვია, ხვანჭკარა, საფერავი, უდიში, და სამიამში ხო? ტიტყვი. კიდე 2 რა იყო. ბოლო წამს რატო შეიძლება გავჭედო? გემი. გამერე და. ისეთი უნდა გეთქვა, რომ შენ უფრო იცი. ასე ვარ. ან ვით ხო ჩამოთვალე, 7 ჩამოთვალე. რა გაჭირებული ყავი 7-ზე რა. შენ ჩამოთვლიდე და მაგ. ჩამოთვალე ქალი მსახიობები.
აი კაცი იყოს. ნავის 3. ტაქტიკა შეცვალე. ჩამოთვალე. პარულავა. შორენა ბეგაშვილი. მე მეკონა ჰოლივუდზე მესაუბრე. სკარლეტ იოჰანსონი, ანჯელინა ჯოლი. აჯელინა ჯოლი იყო. მაცადე, სიდნი სვინი. ანა ბილადული ეს. ქალები კიდე არიან. მონიკა ბელუჩი. კიდე დაგჭაური. ერთი დამჭა. ორი დაგჭაური. ჯულია რობერტსი. მე მახსოვს რომ რა თქვი. კაი მოიგე ხა ეს თამაში შენი იყო. რა თქმა უნდა მე მოვიგე გამოშვებული ვარ. ყველა თამაში გამოვიმარჯვე. მომარჯვებული მიხაილი. Perfect mix of cinema. ეს უნდა შეძლო. კარგი. ეხლა შენ უნდა მითხრა რა გაქვს. და მე უნდა დავიწყო კითხვების დასმა. მე მაქვს საპონი. შენ რა გაქვს? მე მაქვს ტესტერი. სუნამოს. აი ესე დააკაკუნებო მაგიტაზე ეგ საპონი. პლასმასის ხარ. გააშხურე. გააშხურე. გააშხურე? ო. კანოგონია რა. საინიერი პლასმასი გმოტერებული. საპონით ხეჟვი დაიბანდა. გადააგორე აბა. სცადე რომ. როგორ? როუცნაური რაღაცის ხმა. გადავაგორე. ეგ ტესტერი. კი, გადააგორე, გადაარახო. ეგრე გორავს ახლა, ეგეთ საპონია, ეგეთი აი. ტესტერი, შეანჯღრია, აბა. მაგიმას ტესტერს დააწერია. ნარცისო. მაგას როგორ გაიგეთ ახლა ეგ მე რა გინდა შენ მაინტერესებდა რაღაც? კაი. მე საპონზე რომ გავიგორო საპონი არ მაგიქდა, ანუ წყალი გჭირდება მაგისთვის, აი იცი ლაკენი. ერთი ხელა მე ხელს გადაათამაშა. რაღაცა ყოფილი დევს. აი, ესე იგი, ნარცისო აწერია, გააშხურა, შეანჯღრია. მაგრამ ვერც განშხურების ხმა ვერ გავიგე და ვერ ჩენჯღრების. აპონი. კენ გააგორე აბა შენ. მოიწე კიდე? რაწერი მას? Vegan soap. ძალიან დღეს ფიქრობდი. ანუ ძალიან დღეს ფიქრობდი. Vegan soap. აი, შენი აზრით მე მაქვს? Bio mio. შენი აზრით მე მაქვს ეს? ჩემი აზრითაც შენ არ გაქვს საპონი. აი, 1 2 3. ეს რა? ჩემი სამარი. ჯერ უნდა თქვა რა გაქვს უბრალოდ. მე რა მაქვს? შენი პირადობის მოწმობა. ჩემი პირადობის მოწმობა? მე მაქვს ჩემი კოსმეტიკიდან ავიღე წენი არის. აუ, ჩემი რა. შენ? ავი, მიჭირავს ხეში. ანუ დადება კიდე. დავდე. ისე ჩუმად ერთადერთი იმას რა ქვია. კაი, ეხა შენ. წენი რა არის ვაფშე წენი? თვალებზე რო ისმევენ ჩრდილებს. ის ხო უნდა ქონდეს რაღაცა, ეგ გამოვიდა. გავკეცო? გავხსნა? ხო, გახსნა. გასახსნელია და მაგით. გახსენი და დაკეტე? გადავხსენი და დავკეტე. ხელში, ანუ სიმაღლეზე აწე ხელში და გააგდე. კიდე ახლა. აბა შენი აზრით მაქვს წენი? მე მჯერა კი. მე არ. რა გჯერა? აი. ვაიმე. ეგ რა, სარკე? ხო. რა გაქვს? სამაჯური. მეთქი შეაფერისტო. გააგდე ეგეც. ძირს დავალგო? ის არა, მაგიტას. პლასტიკური ბარათი ხო გაქვს? აჰა. ის წამიკითხე აბა ციფრები. 51, 67, 46. ბურთები ჩამოთვალე აბა. ბურთებიანი არ არის. ახლა ის სამაჯური. სამაჯურია, ბურთებიანი სამაჯური არა. სამაჯურია თუ საათი.
სამაჯურია. კარგი. რავი, ამას კი შენ დააბერტყი, აბა, რაღაც ისე კუთხით რომ დაეცე. ეგ გიჭირავს. კუთხებით, ესე და იქ კუთხებით კი არა. შია ერთე და გადააგვან. დავაკური. აი, ჯერა. სამაჯური მაქვს. ხო, ეხლა რა გქონდეს გწე. მეც მჯერა რომ შენ ის გაქვს რა ქვია. პლასტიკური ბარათი. ვინ? აი, ხო კითხე, საათია და 3. აუ, აგეთყოდიო ის რა ქვია, შენ რა ქონდა? ხონდა გვახკარდა. ფიქრობდი რომ მომეწყობინა, მაგრამ დიდი ხანი მიფიქრე და მე 3-1. მოკლედ მეგობრებო, მე ისევ გავიმარჯვე და დავამარცხე ამ მეორე ჩელენჯში. დარწმუნებული ვარ, ყველა მე გულშემატკივრობდით და მადლობა ყველას. შემდეგი ჩელენჯი არის ეს. ჩელენჯი თამაში არის ეს, რომ ციფრ ჩაიფიქრებს ერთ-ერთი, არა ორივე ჩაიფიქრებს ციფრს და ვინც რომ მალე გამოიცნობს რა მაღალი დაბალი უხმე მრავალი. გადავაკეთე. ეს არის ჩემი ციფრი. იმედია ჩანს რა მოვახლოვე. კარგად არ გამოჩნდება. ჩემი ციფრი არის 20-ზე მაღლა. კი. შენი არის 50-ზე დაბლა? კი. 30-ზე მაღლა? კი. 40-ზე დაბლაც? კი. 50-ზე მაღლა? კი. 20-ზე მაღალია? კი. 80-ზე მაღალია? კი. ხოიცი რომ 103-ზე უნდა ჩაგეფიქრები. არა? What? არ ვიცოდი. და სამნიშნა დავწერე ბოლოში. სამნიშნა ერთ გამოვიცნო. რა ვიცი მე. შენი არის 20-ზე მაღალი, 40-ზე დაბალი. 30-ზე დაბალიც არის? არა. 500-ზე დაბალია? კი. 35 ბრძოლაში თუ მე გავიმარჯვე. 35-ზე დაბალია? 150-ზე დაბალია? კი. 33-ზე მაღალია? არა. 114-ზე. 114-ია? არა, 32. დაბალი. აჰა. ერთი შანსი მაგარი ხო გამოვიცნო. 150-ზე დაბალი და 114-ზე მაღალი. 122. არა, და 31-ზე ჩაიფიქრე შენ. კილოც დავანა. რა ჩაიფიქრე? 140. ო, ისა. ეციდან. 440. მაგრამ რა გითხარი 180-ზე მაღალია თუ 500-ზე? 150-ზე დაბალიც მითხარი. არა. 150-ზე მაღალია თქო და არა. არა. კი. აი, მაშინ გავიგავ თუ არა. არა იყოს, მოიდი, მოიდი. არა, სწორად თუ მახსოვს. იყოს. ეს არის მოუღურე. არ დავინახა. როგორ წამოვწე. ეს არის ჩემი ციფრი. 100-ზე დაბალია? კი. 30-ზე მაღალია? კი. 60-ზე დაბალია? კი. 40-ზე მაღალია? კი. 30-ზე დაბალია? კი. 50-ზე მაღალი? კი. 20-ზე დაბალი? არა. 60-ზე დაბალია? არა. იგი 30-დან 23-მდე. 23-ია? არა. 70-ზე მაღალია? არა. აჰა, 70-მდე. 25-ზე მაღალია? 25-ია? არა. არა, მე გამოვიცე. 60. აუ, ცოტა რა კითხე მოგედა. 69. აუ, ერთი თავი მოჭრა. 24. ის 60 მქონდა? 6-7. ეს არის ჩემი ციფრი. 50-ზე დაბალია? კი. 10-ზე მაღალია? კი. 20-ზე დაბალია? კი. ო, 50-ზე დაბალია? არა. 10-ზე მაღალია? არა. აჰა. 80-ზე დაბალია? არა. 5-ზე მაღალია? 90-ზე მაღალია? კი. 2-ზე მაღალია? 2-ია. 80. 80-ზე? რა? ვიდმე. არა, 1 36 მქონდა ჯობენ გემოს. თამაშის სკოლა ჩემია. ორი. აი, მიდი დავიწყე. თამაშიც მოგიგებ. მე დავიწყე. ანუ იდი ამ დავხო. მე რომ მოვიხოდე მოწებოდი. მოკლედ ამ თამაში, შემდეგი თამაში. ნუ წინა თამაში მოიგო, ამ თამაში 2-1 დაიცა.
შემდეგ თამაში დიდი არის შემდეგი, რომ 1-დან 10-მდე ჩამოთვლით ციფრებს. მერე სიტყვაზე შევცვლით ერთ ციფრს, მაგალითად 2-დან შევცვლით მარკერით, ეს უნდა გავუწევთ 1, მარკერი 3, 4, 5 და ასე შემდეგ. 10-მდე უნდა ავიდეთ ესე, რომ ყველა სიტყვა შევცვალოთ და 10-ი არ შეგვეშალოს. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ეხლა შენ უნდა შეცვალო ნებისმიერი ციფრი, ნებისმიერი სიტყვა შეთანხმებით. 6 იყოს ანკარა მეს. 1, 2, 3, 4, 5, ანკარა მეს. 7, 8, 9, 7. არ მინდა 7. 1 იყოს uno. 1, 2, 3, 4. 5, ანკარა მეს. 7, 9. 10. აი ხომ შევცვალო. 4 იყოს მუ. uno, 2, 3, მუ. 5, ანკარა მეს. 7. 8, 10. ციფერბლად. ვიღოს. 1, 2. 3. მუ. მუ წესია. მუ. 5, ანკარა მეს. 6. აუ. კაი. თავიდან. რა თავიდან? რა არ წავა. მაინტერესებს. მაშინ 3. ამ თამაშის 1-0-ია. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. 10. ეხლა 3 იყოს დამტე. პირველი სტონა. 1, 2, დამტენ. 4, 5, 6, 7, 8, 9. 10. 7 იყოს 8. აი. 1, 2, დამტე. 4, 5, 6, 8. 8. 10. 2 იყოს თასმა. 2 იყოს თასმა. 1. თასმა. დამტენ. 4, 5, 6, 8. არ შემშლია. 8. 9. არ შემშლია. 6 იყოს წვანი. აკარტულდა. 1. დამტენ. ო. რა? დამტენი 3 იყო, ხო. თასმა იყო 2. აუ, რა ტიპი თამაშია. თავიდან ვიცოდ რომ მე თამაშს მოვიგედი. ეს შენ ფილმი. ხო, ანუ ეხლა არის 2-2. ანგარიში საბოლოო ჯამში არის 2-2. 2 თამაში მე მოვიგე, 2 თამაში შენ მოიგე. ყველას გვაქვს ჩვენ ძლიერი მხარე. მოკლედ მეგობრებო, ანგარიში არის საკმაოდ დაძაბული. 2-2-ია. პირველი 2 რაუნდი მე მოვიგე, მეორე 2 რაუნდი მოიგო ანა. ერთმანეთს დაუპირისპირდებით კითხვებით. ნახოთ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ ამ ჩელენჯში. და თუ მოვიგებთ რა შეასრულოს წაგებულმა, შეასრულებს თუ არა და თქვენ დაგვიწერეთ კომენტარებში რა შეიძლება შეასრულოს წაგებულმა ხოლმე და მე შევასრულებ. ერთი შეცდომის უფლება გვაქვს. შეცდომის რა, ვინც რამდენს უყურებს იქ კარგებს რო. ანუ დანომრილია კითხვები, ციფრს მეტყვის მიხეილი და მე იმ ციფრს წავუკითხავ კითხვად. ჯეიდანი ვითამაშოთ ვინ დაიწყებს. ერთად. ჯეირანი. მე ვიწყებ. შენ. მე ვიწყებ. მე ვიწყებ კითხვის დასმას. კაი. მიდი. 3. ხლავე. ბავშვობაში ვინ მინდოდა რომ გამოვსულიყავ? ექიმი. არ. ექიმი ბიოლოგია სწავლობდიო იძახი. ბავშვობაში მე მინდოდა რომ მოცეკვავე გამოვსულიყავ. ეხლა უყურე რამდენ რაღაცაზე მიდავება. ანუ უბრალოდ უყურეთ. სულ იძახი რომ ბიოლოგია სწავლობდი, იმიტომ რომ ეხლა იქ იყო მე-10 კლასში და ბავშვ ანუ აი კი. რა ბავშვობაში. შენ მაცხის ფერიც გიყვარს. რა იყო პირველი საჩუქარი, რომელიც გაჩუქა? ანუ საერთოდ პირველი საჩუქარი თუ დაბადების დღის პირველი საჩუქარი? კითხვარი ესეთი. მეც მე არ გვაქვს. რა იყო პირველი საჩუქარი, რომელიც მე გაჩუქე? ფუმფულს ათამაშო. ლამას. რა გაჩუქე სამაჯური. მაშინ ერთად არ ყოფილა. აი, ხოშე გარწერია, რომ ხო, კარგი, გავიგე, თავისუფალი ინტერპრეტაცია ქონა ამ კითხვას. 1-1. მართალი ხარ, საერთოდ არ წავსულა მაგის. რომელიც ციფრი? 1. ორს ბოლოს მომიტო. კაი. რამდენი წლის ვიყავით ორივე? ანუ 2 ეს უნდა დაასახელო. როცა ერთმანეთი გავიცანით. არ ვიცი. ასწავლეთ რა. როგორი მოწფელი იყო, არ ვიცი. მე ვიყავი
14 წლის და შენ 15. მე ვიყავი 13-ის და შენ იყავი 12. თითო იმითავს. 3. ეს ყველა ჩემია დარწმუნებული. ზუსტად. რომელ წელს და რომელ თვეში ავიღე მართვის მოწმობა? აუ. ერთი წამი. 2020 წლის მაისში. აბა 19-ში აიღე? 2020 წლის თებერვალში ავიღე. თებერვალში, აუ. აუ, თუ როგორ ვერ გამოვიცანი? რა ერქვა ჩემს კატას? აპოლონი. მე რა გამოიცანი? უცემი ეგონა რომ ვერ გამოვიცნო. საიდან გახსოვდა აპოლონის? რამდენი წელს გამიცანი ეგარ გახსოვდა? აჰა, ის მოუწია რა ქვია, შებრუნებულად. რა ერქვა ჩემს პირველ ძაღლს? აუ, ხომ ვიძახი რომ მაგ ძაღლის სახელს ვერ ვიმახსოვრებ. ეგ ძაღლი არ არის, პატარობაში ყავდა თეთრი ძაღლი და ფოტოებში მაქვს ნანახი და არის დუჩო. ბუჩო ერქვა იმაში რომელსაც ამბობ. მაგრამ ჩემს პირველ ძაღლს რომელიც სოფელში პათურა. აუ, ეხლა აღარ ჩამეცვლები. რა ჩაგეძლა ბუჩო თუ დუჩო? აუ, კარგას უნდა დავფიქრებოდი. ეს ჩემი ბრალი იყო. კარგას უნდა დავფიქრებულიყავი, იმიტომ რომ 99% შანსი მქონდა რომ გამომეცნო. ანას ყველაზე დიდი ფობია არის. ჩემია. აუ, აპოლონის სახელი. აიდან გახსოვდა. 5. და ორიანები ბოლოსი. კი არ მახსოვს რა კითხვა მაქვს დარჩენილი. ჩემი საყვარელი მულტფილმი. აუ, მულტფილმი. გავიგე. ტოვილაჭი. საერთოდ გამოიცა. მომეცი. რამდენი წელი და რამდენი თვეა რაც ოფიციალურად ვართ შეყვარებული? 4 წელი და 6 თვე. გადაითვალე. არ არის სწორი. გადაითვალე ერთი წამი. მე არ გადავითვალე, რაც გადავითვალე გადავითვალე. რა. მე რაც გადავითვალე, გეუბნები 4 წელი და 6 თვე. მარტია მიშო 7 თვეა. აუ, თებერვალი მეგონა. ვიდადი. არა, 4. ეს არის გადამწყვეტი. 5 წელი. არა, 4. ანუ ეგეც მაგაზეც მარჩეროს და როგორ უსინდისოდ მეუბნებოდა მომეცი ფურცელი. ოი ხეს რომ გამოვიცნო აუ, ამას გამოიცნო. აჰა, ანუ გავათანაბრენ. რამდენი წლის შემიყვანეს სკოლაში? 5. კაი, თანაბრაზე რა ხდება? იხო დავამატო. თითო, ხო? ო. კაი. პენალტების სერი. Everybody was kung fu fighting. მოშველი გამოიცნო შევი. რა ფილმს უყურე პირველად კინოში? აუ. მაქვს ახალი პერიოდი. ამდენ კინოში ვარ წუავ. Avengers-ების რომელიმე ნაწილი იქნებოდა. მაგალითად თქვა ეგ როლი მაგალითად? იყოს Avengers თვალო ჩაიგდო. Transformers. მიდი გითხე. რა ინციდენტის გამო მაქონდა ანუ მაქვს დღემდე 10 წლის ასაკიდან ხილზე ნაკერები. აუ ის გეჭირა ხელში რაღაც კონსერვის თავსახური და მაგას გაგიჭრა. საიქეცი თუ ეგოთან რაღაც საიქეცი და კონსერვის თავსახური გეჭირა ხელში და გაგიჭრა მაგას ხელში. ეს დაჭერი? გამიჭრა ხელი? ანუ საიქეცი რა გეჭირა ხელში ეს თავსახური. აჰა. და საიქეცი. და გაგიჭრა ხელში. როგორ გამიჭრა და თუ გავიქეცი? და ეცი ალბათ რაღაც ანუ ეგ დეტალურად ის ნომერი დეტალია. ფეხი ჩაგივარდეს რაღაცაში. ხელში. ანუ ხელში მოგუჭა ეგ ისე ქვია. და კონსერვის ქია და კონსერვის როგორი თავიდან ვიკითხული. აპოლონმა სამყუთამენი. მერე ანა მეტყვის რომ შენზე უკეთესი მეხსიერება მაქვსო, მაგრამ ფაქტის ახეზია რომ მე ბევრად უკეთესი მეხსიერება მაქვს და ბევრად უფრო მარტივად გავეცი პასუხები კითხვებს. ფაქტია რომ ეხა უფრო ბევრი რაღაც გახსოვდა ანუ ამ მოცემულობაში, მაგრამ ზოგადად ანუ როგორ არ გაწუხებს. ნამუსი როგორ არ გაწუხებს რომ იცახ რომ შენზე კარგი მეხსიერება მაქვს. დაგესვა ისეთი კითხვები რაც არ მახსოვდა. ასვი აპოლონი და ის რა. მე წავაგე. ანა წააგო რა თქმა უნდა. ერთადერთი ფულით. ვიდეოს დასაწყისში როგორც აღნიშნე, მე მოვიგებ ხო და მე სიტყვას ვასრულებ.
თუ შემოგთავაზებთ რომელიმე საინტერესო ჩელენჯს, რომელიც შეიძლება რომ ანას გააკეთოს გარდა ჭამის და ფიზიკური აქტივობისა, დიახ. მაშინ ანა შეასრულებს ამ წაგებულ ჩელენჯს. ეს იყო და ეს თუ კიდევ რაიმე გაინტერესებთ ჩვენ შესახებ და ჩვენ შეიძლება ერთმანეთს რამე კითხვები თავუხსვათ, ან თქვენ გაქვთ რაიმე კითხვები და შეგვიძლია რომ გიპასუხოთ აუცილებლად. ანა ვერ გიპასუხებთ, რომ არ ახსოვს არაფერი, მე გიპასუხებ ყველაფერზე. და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი რა თქმა უნდა. ნახვამდის. შენ მოგრიფო მაგით. თავი კარგად.